ესე იგი რაღაცეები დავალაგეთ და გაზი არ გვაქვს სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან გვშია. ამიტომ გამოვიღე ჩემი ელექტროპრიბორები, ესეთი აფა, აქ ჩიჟი-პიჟი მზადდება. ეს ახლა ვიყიდეთ ერთი კამფორა, სოსის ფარშა. აქეთ კიდე ის არის პურები იბრაწება. სანამ ნორმალურ მაგიდას მოგვიტანენ ჩვენი საუზმე და დადგა ის ნანატრი მომენტი. ეხლა მანქანის შეერთების დრო დადგა. ერთი გატესტე, გატესტე, რას იზავს? ეს ჩვენი 8 კილოგრამიანი. აბა, ტესტავთ ახალ სარეცხ მანქანას. მოკლედ ჩავდე სარეცხი და დავაყენე 45 წუთიანზე. ინსტრუქცია დამეკარგა და ინტუიციურად ვაკეთებთ ყველაფერს. ხო, მოკლედ всё, ანუ ეს დავაყენე და ახლა ჩართვას დავაჭირო ალბათ, ხო? ვაუ. აბა. მიდი ჩემო შავტუხავ. არ შემორცხინე. მიდიკო დავარქე. ჭურჭის სარეცხი მანქანა უნდა ჩამირთოს. შემიერთოს უბრალოდ. აბა unboxing-ი ახლა რა ვიყიდეთ. საიდლებზე ვიყავით. და რაღაცები ვიყიდეთ, მარტო მაშინ მოგაწვდი, შეიძლება, ხო? მოკლედ პური. ვეცი. ესეთი იოგურტები ვიყიდეთ. იოგურტები. ესეთი კიდე უნდა იყოს. ეს რა არის? ეს მარტო მიყიდა რაღაც მიუსლი. აფილო. So, შირი. იოგურტები კიდე. ვანილები ვიყიდეთ. ხალხი. აჰა, მაცივარი არ დაკეტო ხაჭოც. ეს რაღაც გემრიელი ჩანს. ეს გავხსია. აი, ლექსიუს. ანილი. იდერზე. და რაზეც წავედი. აი ამის გულისთვის წავედი. ეს ვიყიდე ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის. პირველად უნდა დავტესტო დღეს. როგორც ვიცი, ჭირდება ასევე თავის სპეციალური მარილი, როგორც ვიყიდე. აი ესეთი სავლები. ესეც აუცილებელია. ასევე ვიყიდეთ ესეთი საპნები. ესა ჩაულებრივი საპონი. ეს ფრჩხილებისთვის ჭირდებოდა უკვე ესეთი რაღაცა გამიფუჭდა და კიდე ერთი საპონი. მოკლედ დღეს ესეთი საკითხი მქონდა. სამსარეულო, არეული. დღეს სპეციალურად დავაგროვე ჭურჭელი, არ გამრიცხე. იმიტომ რომ უნდა დავტესტო ჭურჭლის სარეცხი მანქანა და კიდე დღეს ველოდებით მანქანას, მე რა მანქანას. დღეს კიდე ველოდებით სკამებს და მაკეტებს. ძლივ შევჭამთ ადამიანურად, იმიტომ რომ ეს დღეები ზოგი ფეხზე ჭამს, ზოგი, ზოგი საწოლზე და ეგრე.
ესეთი ამბები. გარდაალგების პროცესში ჯერ ყველაფერი არევარია სახლში, მაგრამ ნელ-ნელა ვლაგდები. ვლოგებს ვერ ვდებ, იმიტომ რომ ჯერ თავიდან ინტერნეტი არ მქონდა. ეხლა ჩაგვირთეს ინტერნეტიც, ძალიან კარგი, სწრაფი. და ასე რომ ეხლა ვეცდები რომ რამდენიმე დღის ერთხელ მაინც დავდო ხოლმე ვიდეო. აბა, ეხლა ჩართვამდე აუცილებლად უნდა გავაკეთო რაღაც მარილი უნდა ჩავყრო სპეციალური. როგორც ვიცი, აი აქ მარილი ჩავასხი. ეხლა აქ ეს უნდა ჩავასხა. ყველა შეიმედია სწორად ვაკეთებ ყველაფერს, რო არ გაინტერესებს. თუ სწორად მახსოვს, ჯერ ვაჭერთ ამას ჩართვას. ეხლა უნდა ავირჩიოთ პროგრამა, მე მგონი. ეს რა არის? რატომ მინთებს ხო ჩავასხი მარილი? წითლად რატო არის? ეს რა არის? 2 საათი 10 წუთი. ეს პროგრამის არჩ. აი, არა ეს ისეთია, ეს მე მინდა ზოგადად რომ ეს ავირჩიო, მაგრამ ხო, აი ეს 30-იანი მინდოდა. აი. ჩავხსო ეგ. ჯერ მოდი 30-იანი ვცადოთ რა. აი ეს თქვათ ავირჩიე. ის კიდე არის რაღაც წყლის სიხისტეო და რაღაცეები უნდა დააყენოო და ეგ გაწდება? არ ვთქვია იმ კაცს? ეს რომელი მუშაობს, ეთქვა ორივე მუშაობს. ეს ისა, ეს ფუნქციები. არ მინდა ხო? პირდაპირ ჩავდო. ვნახოთ. იმედია რომ მე არ დამავიწყდა. როგორ თუ მახეცხავს? სარიცხ მანქანაზე უფრო ჩუმია. ძალიან პატარა რეჟიმზე დავაყენე 30 წუთზე დასატესტად. გაიდეცვა და ვნახოთ სველია თუ ხო, სველი ეს 30 წუთიანზე სველი ესე იგი ჯერ ამას შრობა არა აქვს და იმიტომ ისე უნდა გაშრეს თვითონ. განსხვილი თუ მამამ რა მოგვიტანა. მოკლედ დღეს მივლაგდი. შეძლებს დაგვარად, როგორც იქნა მთელი დღე ამ სამზარეულოს დალაგებაში ვარ. და როგორც იცით, გაზი არა გვაქვს ამით. ეს გახსენი. ხინკალი, ქათმის მწვადი და ნიგზიანი ბადრიჯანი. რა მაგარია. ძალიან მაგარი სუფრა გვაქვს დღეს. ახალ სამზარეულოში. მოკლედ მეგობრებო, დავლაგდი. ასე თუ ისე, ჯერ ბოლომდე არა, მაგრამ ესეც ჩვენი მაგიდა და სკამები მოაღწია ჩვენამდე. ეხლა უკვე მაგიდა გვექნება და ნორმალურად შევიჭამთ ადამიანურად. დავსხდებით. აი ესეთი ულამაზესი მაგიდა აგვიწყო ჩემმა სიძემ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ლამაზი ესეთი მაგიდა მოუხდა ჩვენს სახლს. ჩემი აზრით, სკამებიც ვიყიდეთ, ესეთი კარგები, ასევე მისი რჩევით, ასე რომ ესეთი მაგიდა გვექნება, რომელიც ასევე იშლება, რა თქმა უნდა.